გამარჯვება ბატონებო! შევდივარ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ვიცავ. კეთის სიდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე. კურსი თავისუფლად. არის თქვენი ოჯახები, თქვენი გვარი, თქვენი სამშობლო. ღვთისა და ერის წინაშე და ამ ფიცით თქვენ შეუერთდით ქართულ სამხედროთა სახელოვან კოჰორტას. დღეს თქვენ გახდით საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. ეს არის არა მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიული აი გადაწყვეტილება დამჯერეთ. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ძლიერი მხარე ჩვენს მოწინააღმდეგესთან მიმართებით. დღეს იყო არის ძალიან კარგი დღე, იქიდან გამომდინარე, რომ იუნკერმა მიიღეს ფიცი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისინი შეუერთდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს. მე მინდა მათ მიულოცო ეს დღე. უსურო წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს მათზე დაკისრებულ ამოცანებს. მე მიხარია, რომ ფიციდან ფიცამდე სულ უფრო და უფრო კარგი თაობა მოდის, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივი განვითარებით, ისე ცოდნით. ასე მიხარია, ძალიან მოხარული ვარ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა კადეტების არის იუნკერების შემადგენლობაში, რომლებმაც ისწავლეს დაამთავრეს ჩვენი კადეტთა სკოლა და გადაწყვიტეს თავისი მომავალი დაუკავშირონ სამხედრო საქმეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ახალი ფორმაციის და ახალი თაობის ოფიცრების მიღებას, რომლებიც ნამდვილად ასე ჭირდება ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, ახალ გამოწვევებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიის მთელი შემადგენლობა, მთელი პედაგოგები, პედაგოგ-მასწავლებელთა მთელი შემადგენლობა, ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მათგან ჩამოყალიბდეს ის ოფიცერი, რომელიც შეავსებს ქართული სამხედრო ინტელიგენციის რიგებს. მიხარია, რომ ეროვნულთა დაცვის აკადემიაში ჩავაბარე და ყველა იუნკერს ულოცავ ფიცის მიღებას. ვეცდები რა გავამართლა იმედები. მე მსახურები საქართველოს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა იუნკერს ფიცის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს ჩვენთვის, იმიტომ რომ გავხდით შეიარაღებული ძალების წევრები. იმედია გავამართლებთ ამ სახელს, გამოვადგებით ჩვენ ქვეყანას. და მაქსიმალურად შევეცდებით ამას ჩვენ პირადად, რომ ჩვენი სწავლით, ჩვენი ძალით, ჩვენი ყველაფერს მაქსიმალურად მოვიდანებთ იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი